საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ დიდი ისტერიკაა საკოცეთში ატეხილი და ზოგი დაჭერას ითხოვს ჩემი თანამებრძოლების ასე შემდეგ და ამაზე მინდა გესაუბროთ. თუმცა სანამ შემოვიდოდნენ აგერ ჩემი გამომწერები, მანამდე მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ, გუშინ მე არ მქონია ვიდეო ლაივი. დედაჩემის დაბადების დღე იყო და მინდა ყველას დიდი მადლობა მოგიხადოთ ესეთი თბილი სიტყვებისთვის, ესეთი დამოკიდებულებისთვის, ესეთი მოლოცვისთვის. ნამდვილად ხანდახან ცხოვრებაში არის მომენტი, რომ ხვდები, რომ ტყუილა არ გიცხოვრია ამ ქვეყანაში და ამდენი მადლიერი ადამიანი როდესაც გყავს, მით უმეტეს არ მინდოდა ნამდვილად სიმართლე გითხრათ ესეთი განწყობის დღე იყო და არ მინდოდა რომ უბრალოდ გამიფუჭებია ხასიათი, მით უმეტეს რომ მონატრებული დედა აგერ 4 წელია არ მინახია და ჩემს ძმას აგერ 6 წელიწადი აღარ უნახია მშობელი და ამიტომ აღარ ჩავწერე გუშინ ეს რასაც ეხა დღეს ვწერ ამ ყველაფერს. უბრალოდ ხასიათისაც და დღესაც მოვერიდე, მაგრამ გავიდა ეხა გუშინდელი დღე და დღევანდელ დღეს მინდა გავცე პასუხი იმას რა ისტერიკას მოყვა ჩემ გვერდზე ატვირთულ ვიდეოს ამ ჩემი თანამებრძოლების ქართველთა დიდი გაერთიანების გაკეთებულ სპეციალურ განცხადებას, ასევე პირველ რიგში ასავალ-დასავალში გამოქვეყნებულ სტატიას და მე მინდა უთხრა ჩემს აუდიტორიას, რომ უახლოეს დღეებში არ მინდა წინასწარ ვთქვა, ნახოთ შეიძლება თუ მოხერხდა ხვალვე იყოს ბატონ დიმიტრი ჩუბინიძესთან მექნება ვიდეო ეთერი და რაც არ იყო იქ შეიძლება არ დაიბეჭდა დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, გვექნება ვიდეო ლაივში საუბარი, ასე რომ გაგგებიეთ წინასწარ პოსტით, როდის იქნება, როგორ იქნება, შეიძლება ხვალვე იყოს, შეიძლება მანამდე იყოს და ვისაუბროთ ამ დეტალებთან დაკავშირებით, თუ რაც ხდება ამ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით. და აი ამ ყველაფერმა ძალიან დიდი წიოკი გამოიწვია ქოცურ საზოგადოებაში, აი მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ქართული საზოგადოება ამას ადევნებდა თვალყურს, მარტო ჩემს გვერდზე ეს ვიდეო 252,529 ადამიანმა ნახა. ნახა, როდესაც 3 მილიონიან ერში 252,000 ადამიანი რაღაცას ნახავს, 252,529 ადამიანი რაღაცას ნახავს, რა თქმა უნდა, ჩათვალეთ, რომ მთელი ერთან არის მისული ინფორმაცია, რომელი ინფორმაციაც იქნა გაჟღერებული ეხება დავით გარეჯის საკითხს, სადაც ადამიანი პირდაპირ ღიად ამბობს, გამოდის, ამტკიცებს, პუბლიკაცია არის. წაიკითხეთ, ვისაც გაინტერესებთ და არ წაგიკითხიათ. დამაყენე რა ერთად შემოგევლე რა რაღაცას ვლაპარაკობ რა შენ. არ მინდა რა ერთი და იგივე 200 ჯერ მოწერილი კითხვა. თავისთავად ეს ამბავი აწუხებს ქართულ საზოგადოებას და ამიტომ ქონდა ამხელა გამოხმაურება და ამხელა ამბავი და ნახოთ აბა თუ მოგვიხერხდება დანარჩენს შემდეგ ვნახავთ ამ ყველაფერში, მაგრამ რა ისტერიკა გამოიწვია ამ ყველაფერმა ქოცურ საზოგადოებაში? რა ისტერიკა? მე კომენტარები გათიშული მაქვს, ვერ ვკითხულობ ვინ რას წერთ ახლა მაგ, იმიტომ რომ მინდა დავასრულო რაზეც დავიწყე საუბარი. მოკლედ, ამ ყველაფერმა რაც იქ დაწერილია, რაზეც ჩვენ გქონდა რეაქცია, რა მოთხოვნებიც იყო წაყენებული, რომ ეს ყველაფერი ან უარყოს ხელისუფლებამ და თქვას, რომ ეს ასე არ არის და ეს ცილისწამება არის და ასეთ შემთხვევაში ცილისწამებისთვის იქეთ უჩივლოს ადამიანს, როგორც ჩვევიათ ამათ სამარისებური დუმილი, გაჩუმებული არიან, სოროებში არიან მუდუებად ჩამძვრალები და მათი შნირები, მათი ხელის ბიჭები და მათი ხელის გოგოები, ღია თუ ლატენტური ქოცები, დედრები, მამრები, სირთა ჯოგი, ჩართეს თავისთავად ამ საკითხთან მიმართებაში ანტიპიარში და ძალიან აეწვა ტრაკი.
და სხვათა შორის ისეთი ზოგიერთი ბლოგერები, რომლებიც სახეს არ აჩვენებენ და თურმე ეს დამალულად ლაპარაკობენ და ეს ამასობაში იწყებენ თურმე იმას რა ქვია თავთავიან ბლოგებს და ინფორმაციას აწვდიან თურმე და მოკლედ დაიწყეს ამაზე ლაპარაკი. მოკლედ ამასობაში ხოცებო თქვენი დედის ტყნა მინდა გამოვაცხადო პირდაპირ თქვენ ხართ ნაძირალა ვირთხა ხალხი და აი ამ ნაძირალა ვირთხა ხალხს აი მე მინდა ახლა გაჩვენოთ თუ რა ამბავი ატყდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აი პირველ რიგში დავიწყოთ ეს არ ვიცი ვიღაცა ბლოგერია, ვიღაცა ინკოგნიტოა, ვიღაცა ფარული ლატენტური კოდია სინამდვილეში არის უშიშროების ჩვეულებრივი სახე ვირთხა, რომელიც თურმე სახეს არ აჩვენებს და ლაპარაკობს მხოლოდ და მხოლოდ აი ამ მასობაში და სოფლიო პოლიტიკით დაწყებული აქაურ ამბებს განიხილავს და არაბიზაციის პრობლემას ვერ ხედავს და აი ამას პრობლემას ვერ ხედავს და ამასობაში ფსიქიატრიული კლინიკა უწოდა თურმე εμას რა ქვია ჩვენ გაერთიანებას და დაიწყო ეს რაღაცა რომ თურმე ჩვენ ბოდავ თურმე ასავალ-დასავალში დაწერილი ბოდვა ასე შემდეგ და ასე გორკო ბახიძე ამას როგორ იზამ ამასობაში შენი დედა შევეცი შენ დამალულო პირველ რიგში შენ დამალულო უშიშროების ვირთხა შენ ნაბოზვარ არ ვიცი შენი არც სახელი ვიცი არც კაცი სახელს და გვარს ვერ ბედავ და ვერ ამბობ და არ აჩვენებ და ჭუას ასწავლი ასავალ-დასავალი ჟურნალისტებს და ამ გაზეთს რომელმაც დაასამარა სააკაშვილის რეჟიმი და სხვა უამრავი დადებითი საქმე აქვს და ამ ჩაყაროებულ ქვეყანაში იყო პერიოდი მხოლოდ და მხოლოდ ეს გაზეთი იყო რაღაცა ოდნავი ინფორმაციის საშუალება და მისი ჟურნალისტები რომლებიც მართლა თავგამოდებით ებრძოდნენ იმ ნაბოზრულ რეჟიმს, რომელიც ნაბოზრული რეჟიმიც დღეს თქვენში არის კოჰაბიტირებული და შენსავით ქათმურად კი არა ისე რომ სახეს ვერ მალავდნენ. გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ და ამ ჟურნალისტებზე თავდასხმებიც ხორციელდებოდა და ათასი უბედურებები და მუქარები და ასე შემდეგ. ამიტომ ამასობაში ჩაჯმულო შენ ვიღაცა სახეს რო ვერ აჩვენებ და რაღაცებს სუსის დაწერილს რო აიმასქნებ, რა ქვია აფრიალებ წინ ხო და ლაპარაკობ ადამიანებზე დემურ გიორხელიძეზე შალვა მაღრაძეზე დავით ჭაბუკაშვილზე გია ბახტაძეზე ვაჟაუ თარაშვილზე და სხვებზე იქ ვინც ეს განცხადება და მიმართვა გააკეთეს ვინა ბიჭო ფსიქიატრიული მართლა რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი გაფარჩაგდა მართლა რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი განადგურდა და გათახსირდა და არაფერს ფასი რო არ დაადო ამ დედამოწყლულმა ვაჭარმა თუ არა ვინ სიკვდილები ხართ ბიჭო საერთოდ ვიზე ლაპარაკობ და რას ლაპარაკობ პროფესორები პროფესორობა მასწავლებლობას თავი დაანებე ეს წოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი არის და ის ხარისხია ადამიანობაში ადამიანი რომელი ერთის ფეხის ნაბანი ხართ ბიჭო ამ იმის რა ქვია მართლა ივანაშვილის ამ ურიას ძაღლებო რა და ზოგიერთმა პინგვინო და ზებრა პატარა კოცის ფიქრები ბიძინას პინგვინი ვიქნები და თქვენ ბიჭო გამოდიხართ და ატეხილია რა ეს ცივილკივილი რომელ ცივილკივილში რა თქმა უნდა გამოჩნდა სუსის ნომრიანი ნასეტკა ნასეტკა კი არა პრინციპში ეს სუსის ჩინოვნიკი არის და ამ სუსის ჩინოვნიკს ჭირდება თავისი სახელი და თავისი თარქმევა ეს სოსო მანჯავიძე ეს ყლე ამის დედა შევეცი პირდაპირ ბოდიში არავის აღარ ვერიდები რა არც ქალს არც კაცს ძალიან ვისაც არ გაინტერესებთ გადით რა არ მინდა მე ახლა ამ ხალხს ჰაგიოგრაფიული ენით ვერ დავუწყებ ლაპარაკს ვერ დავიწყებ მე აქ ზრდილობიან და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე სამშობლოს ეხება კაცო ეხება დავით გარეჯის ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება და ჩემი ლანძღვაგინება შეიძლება არ მოგწონდეთ ამათი გაყიდული სამშობლო მოგწონდა გამოვარდა ეს დოდოყლე ამის დედა შევეცი ამისას რომელიც ვერც როგორც ამასობაში ვერ ხედავს საქართველოში არაბიზაციას და ამას და ესენიო გასაკოჭები არიანო კარგახანიო ვინა გასაკოჭი შესირო ვინა გასაკოჭი მანჯავიძე შენ ნაბოზვარო კაცო უშიშროების ოფიციალურო ჩინოვნიკო ვინც არის ეს იმათთან იმასკენ თორე ჩვენ კარგად ვიცით ვინ ახარ პიდარასტო კაცო და არა მარტო ჰაერზე ნათქვამი ამ სიტყვით ძალიან კარგად ვიცით ვინ ახარ და რას წარმოადგენ
და ვინა ბიჭო გასაკოჭი და გასაკვანჯი ესა რა ქვია ეს საპატივცემულო ადამიანები და ეს ხალხი რომელსაც მართლა თავი აქვს დადებული საკუთარი სამშობლოსთვის არაერთხელ შენ ლაქია კრისა ჩამოყალიბებულო ვირთხა და პირველი როდესაც გაერთიანება იქმნებოდა იქ რო გინდოდა ცხვირი შემოყოფა და მოეწრე და 10000 თუ ალ გექნებოდა ხელფასი ისე ვერ მოახერხებდი ეროვნული საქმის კეთებას შენი პრეტენზიებიც ვიცით აი ეგ ვიცი სუსის ფაილებში კიდე ვინახარ ახარ და რას აკეთებდი და როგორ აკეთებდი და სუსის ფაილების გარეთაც ვიცით რაც ახართ თქმა უნდა ახლა შენი საძმაკაცო ხვინდრავა შენი საძმაკაცო გულაშვილი შენი საძმაკაცო ისინი პუჩისტები ნაბოზრები დედამოწყლები სამშობლოს ღალატში რო ლუკმას ჭამთ დაიღებთ და ჩვენ ვართ გასაკოჭები და შენ ხარ გარც სამყოფი მიგიწვიეს ახლა იმედზეც მიგიწვიეს და მალე კაი წინ და წინ წახვალ იმიტომ რომ ბოზი ხარ და პროჭი ხარ ახლა ეს ერთი იქ უნდა ნახოთ რა წიოკი არის ატეხილი აი აგერ ესენი ხო ისინი ხო ცალკე არიან გასაკოჭები ისინი ხო ცალკეა თურმე გასაკოჭი დემურ გიორხელიძე და ვაჟა ოთარაშვილი და ჭაბუკაშვილი და შალვა მაღრაძე და ეს გიაბახტაძე ესენი ხო არიან გასაკოჭები მაგრამ მე თურმე უნდა ჩამომათრიონ თურმე აქედან და იქ უნდა ჩამაგდონ სააკაშვილთან ციხეში და ამ თურმე ამ ცრუბრალდების გამო და 100% და კიდე ვიღაცა უწერს ნამდვილად ეგ გაბოროტებული ახლა რას გეტყვით კოცებო იცი ლატენტურო და არალატენტურო კოცებო რა ვისაც ესე ძალიან არ გევასებით რა ერთად შეიკრიბეთ ერთად სულ ყველა ერთად მოიკრიბეთ ადით ზევით იალბუსზე და გამოეკანეთ და დამახტით აგე რა სულ ყველა რამიშვილის თამადობით და მისი ბოზბანდების თამადობით და თქვენი ემით რა ქვია დასრულებით ვისაც ჩემი დაჭერა ასე გინდათ ძალიან აი დაარტყვით წვირი არ მომჭამოთ ერთი ადგილი მთელმა ქოცებმა ვერც ქვეყანაში და ვერც ქვეყნის გარეთ მით უმეტეს ქვეყნის გარეთ აი ქვეყანაში ვიყავით და რისი ტრაკი გქონდათ თქვენი დედა შევეცის უყველასას რა ერთი რა შეგეძლოთ ცრუბრალდება წამოგეყენებიათ და ზუსტად დავით გარეჯის გამო 8 წელწლიან ნახევრიანი მუხლი მოგეყენებიათ დასაჭერად და დიდგორობაზე დაგეჭირეთ და ასეთი ბოზური რაღაცები გეგეთ თქვენი დედა შევეცი მე დიდია კალიან კაციანა თქვენ მოგიტყანთ გამოწველავი დედის ტუჩები თქვენ ბიჭო თქვენ ვის რა უნდა უქნათ ბიჭო ვის რა უნდა თქვენ მათყოვრებო ან ვინ უნდა დაიჭიროთ თქვენ ბოს დედაში მანამ დედაწეკით სიმწრის ლოგინზე სანამ არ გადამიღუნოთ აგე რა არ გადამიღუნოთ ელაპარაკი ახლა ამათ ზრდილობიან ამათი გამომწველავი დედა შევეცი არ მოჭამოთ ერმილენემსაცეს თელი თქვენი დამპალი ცხოვრება თქვენი დედა მოუთხან მე სულ ყველასი რა ეს ბიჭო ეს რო ვინმეს აი ელემენტარული ეს რო ვინმეს რა ეს კუტუ ეს უცელარიანი პუტანკა ეს ჯანყარაშვილი ხან პატრიოტ ალიანსთან რო იყო 20 ლარის გულისთვის ხან იმასთან რო იყო კონსერვატორებთან რო იყო შემძრალი ხან იმასთან რა ქვია ვასაძესთან რო იყო შემომძრალი ხან ვინც 20 ლარად ვინც იყიდიდა ამ სირს ამას და დღეს რო ეს კუტუ ეს ჩამოყალიბებული კუტუ ეს ჯანყარაშვილი ეს სირი ეს ვირთხა ეს ნასეტკა 20 ლარიანი ნასეტკა კოცების და უშიშროების ეს კუტუ რო გამოვა და ეს რო დაიწყებს თურმე რას იცით თურმე ეს ყველაფერი ეხლა თურმე რაშია საქმე ხალხო ეს კოცებისის თურმე რა არის თურმე ჩვენ გვაფინანსებს თურმე ირაკლი ღარიბაშვილი თურმე ციხიდან მე მაფინანსებს ირაკლი ღარიბაშვილს მოუტყამ პატრონი მე პირველ რიგში იმიტომ რომ როცა ეგდო იქ და სადაც ეგდო პირველი ჩემ დაჭერაზე და გამწარებაზე იყო მაგი და მისი პროკურატურა გამწარებული და მაგის უშიშროება და მაგის შინაგან საქმეთა სამინისტრო მაშინაც მithქვია და ახლაც ვიტყვით ბოზურ საქმეს აკეთებ და ჩემი ოჯახის მიმართებაში და თურმე ეს მიხდის მე ახლა თურმე ღარიბაშვილი ციხიდან ბულს თურმე იმისთვის რომ გავაშავო თურმე ესა კობახიძე და ამათ უნდათ რა იცი დავით გარეჯის საქმე გადაიყვანონ თურმე კობახიძე და თურმე ღარიბაშვილის დაპირისპირებაში
თქვენი ბოზი დედა შევეცი. აი კოცებო, თქვენი ოჯახი მოვყან მე რა. თქვენი სულ ყველაფერი მოვყან, ბიჭო, ყველაფერი თქვენ დავით გარეჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის კუთვნილება, რომელიც მართლა არის იმის, რომ ერს თუ არა აქვს ისტორია მიეცით დავით გარეჯი და ისტორია ექნებაო, ყოფილა თურმე ნაცები იმის ღარიბაშვილის და თურმე იმის, რა ქვია, ყობახიძის დაპირისპირების საკითხი თურმე და სხვა პრობლემა ამაში არ არსებობს. არ არსებობს თურმე მეტი პრობლემა არ არის ეს თურმე ეს კი არაა დაკარგული ხალხო. ეს თქვენ გეჩვენებათ. გარეჯი დაკარგული კი არა. ამას ეს ნაცებს არ უკადრიათ ხალხო. ეს თურმე ჩვენ რასაც უკადრულობთ, ჩვენ რას უკადრულობთ, შენი გამომწველავი დედა შევეცი კოცებო. თქვენ რომ როდესაც მოეთრიეთ, მაგ დროს შესაძლებელი იყო ასვლა, შესაძლებელი იყო მისვლა უდაბნოს მონასტერშიც, აღდგომის ტაძარშიც, იმაშიც, რა ქვია, ჩიჩხიტურშიც და ასე შემდეგ. და თქვენ რაც აგდიხართ, მიდი, აბა მივიდეს ვინმე და მიეკაროს იქ შეიარაღებული აზერბაიჯანელი მესაზღვრეებით განან. და ეს თურმე პრობლემა არ ყოფილა. აი მოგიტყანთ მკვდარი და ცოცხალი. რომ ასე რო გინდათ ხალხის გამოკლიავება და ხალხის გამოჩლუნგება. თქვენ ბიჭო, თქვენ არც ერთი საცოცხლებელი არ ახართ ვენიო. თქვენ ხართ ყველა დედა გაქვთ მოსატყნავი, დედა ბუდიანად ამოსაწყვეტი ხართ ყველა. თქვენი ფულზე გაყიდული დედა შევეცი. ჯანყარაშვილი დედა მოწყნული იქნება თუ სხვა ქოცი იქნება, საკუთარ დედას მოწყნავენ ფულის გულისთვის ბიჭო ეს ხალხი. და დაგაბრალებენ ათას რაღაცას. არ ვიცოდე მაინც ვინ არის. არო ფული მიეცი. აი შეხედეთ რა წერენ. ღარიბაშვილი უხდის ფულს ვიღაცას და იქედან ხდება თურმე დაფინანსება და არა გარეჯი ქვეყანა მონასტერი ეს ამ დღეში რო არის და ამათ ხელში მოხდა ამათი ყველაფრის გაფორმება. ეგ არაფერი კაცო. თურმე ეს ყველაფერი თურმე ღარიბაშვილის ის ყოფილა რა ქვია. ციხიდან თურმე იმაშვება რა ქვია. უგვარებს თურმე და ეს ძალიან გაუგნებული ვარ ბოლო დროს მაინც განსაკუთრებული ის არის ეს თითო ნახე ხო ნუ ეს თავისთავად ეს დედალი კოცი ქუთაისის დედალი კოცი ძალიან შეწუხებულია ეს დედალი კოცი ეს ინოია ჯღარკავაც თურმე უბედურ დღეში არიან ჩავარდნილი და აი ეს კიდე რა ეს ნამდვილად იმას რა ქვია გრძნობ ლალი ალბათ შენ იმას რომ ამნაირ ოქროს ბიჭს ამნაირ ბულკივით ბიჭს ირაკლი ყობახიძეს რაღაც ცუდს უწყობენ და რაღაც ცუდში უნდათ გასვლა და ამ ცუდში მინდა თურმე მე გასვა მეტი რა უნდა გაისვაროთ ბიჭო აყროლებული ხარ დიდი ამ პატარია და მძღნერი სუნი აგდეთ მთელ საკოცეთს რაში უნდა გაისვაროთ მეტი თქვენ სინდისი ნამუსი სამშობლო ღირსება სადა აქ ქოს ვინ მიცა ღირსება ვინ მიცა ქოს ღირსება ქოს მიეცი ფული და მოგცემს ტრაკს საჯაროდ და აიღებს უკაცრავად და პირში საჯაროდ გუშინ რო აქებდა და გუშინ რო შენი ჭირივე შენ გენაცვალეს იცახოდა გამოვა დღეს და იტყვის ამის დედა მოვტყანო აი ეს აკოცი ვისთან ერთადაც წვამდა ჭამდა ვისი ფასიც არავინ ყავდა და ვინც ეგონა ქვეყნის გადამრჩენელი გინდა ღარიბაშვილი აგეყოთ გინდა გახარია აგეყოთ გინდა ნებისმიერი აგეყოთ რომელიც იყო დღეს გამოვა და იტყვის რომ იმის დედაო იმის ასე და ისეო და ისე იმიტომ რომ ფული მიაცი და მორჩა ჩემო ძმაო ერთი რაღაცა მინდა გითხრა არ ვნერვიულობ ამათ პირდაპირ ვამხელ მომისმენა იცი აი ნაცების მკვდარი და ცოცხალი მოვტყან ეს ბიძინა ივანიშვილის შექმნილი საერთოდ ქვედანაყოფია და მისი ხელით ჩაატარა ის რაც ჩაატარა საქართველოში ნაცების პერიოდში
და ახლაც ნაცები ყავს სტრაშილკად, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით მაგაში. ყველა მე იმაზე არა ფანატიკოსი ნაცები რო არიან. ფანატიკოსი ნაცები რო არიან. შიმშილით რო კვდებოდეს. მაინც ფრიმიშას დაიძახებს. არ უნდა იმას ფულის მიცემა. ის სხვა დაავადების ხალხია. ქოცი არ იზამს ამას. ქოცი მიეცი და ბიზნესას გალანძღავს. არ იზამს მაგას, იმიტომ რომ მე იმიტომ რომ ისინი კარგი არიან. ისინი იმ ფანატიზმის დაავადებული სექტაა და ეს ფულით ამათთვის არც ბიზნესი არაფერი არა, ვინც მიცემს ამათ ფულს მიეყიდებენ ჩვეულებრივი კახპები. თუ სადმე არსებობს ქართულ ერში ყველაზე ბინძური არსება თუ არსებობდა როდესმე, რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა, ყველა მოიყარა ხოცებში თავი. ყველა, რომელსაც არანაირი ღირსება, არანაირი თავმოყარეობა, არანაირი შეგნება, არაფერი არ გააჩნია. გუშინ ასე იყო, საჭირო დღეს ასეა საჭირო, მონახა ამ კაცმა და შეკრება. არ ვიცი რამდენი იქნება ფანატიკოსი ნაცი, მაგრამ ქოცი რო აშკარად მეტია, ფაქტია. რა თქმა უნდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო სათავეში. და მაშინ ღარიბაშვილის ხელის ბიჭები იყვნენ. ახლა ღარიბაშვილი ციხეშია. ახლა კობახიძეა. მერე სხვა მოვა და მერე იმას შეუძრებიან ტრაქში. მერე სხვა მოვა და იმას. ეს კატეგორია ხალხი არიან. და ახლა ეს კატეგორია ხალხი გელაპარაკება თქვენ სინდისე და მუსე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე და ომი არა და ეს არა და გადაარჩინა ქვეყანა. რა თუნდათ ამათ ომი? რა თუნდათ ამათ ომი? ომი რო იყოს პირველი ამათ მოეწყლებათ გამომწველავი დედის ტრაკი. აბა რიგით და გაჭირვებულ ადამიანს რა აქვს დასაკარგი ამ ქვეყანაში? გააძვალტყავეს ხალხი და თუ ვინმე ეს შეუძლია რაღაცის მიღწევა საქართველოში უნდა იყოს ქოცი. და თუ ვინმეს უნდა ფულის შოვა და თუ ვინმეს უნდა ტედერის მოგება და რამე უნდა ყველა უნდა იყოს ქოცი. ხო არ ვიცი არის რაოდენობაში ვერ გეტყვით, მაგრამ არის დაახლოებით ალბათ როგორც ყველა ერში არის თქვა 2-3% პიდარასტები. ასე არის ალბათ 1-2-3% ნაცები და 1-2-3% ქოცები. აი ეს დედამოტყნული ხალხი. აი ეს დედამოტყნული ხალხი რო განადგურდება და გაწყდება ერში, აი მაშინ დაისვენებს ქართველი ერი. მანამდე ამ ერს გადარჩენა არ უწერია. არ უწერია, სანამ ესენი იქნებიან ქვეყნის სათავეში. და ყველა უნამუსო ხართ, ყველა ჩათალახი ხართ, ვინც გამოდიხართ თუ ამა თუ იმ ფორმით ამ ხელისუფლებას აპრავებთ. ამა თუ იმ ფორმით, ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ ხართ კახბები. არ შეიძლება ნორმალური, თუნდაც რაციონალური ადამიანი იყოს და ისიც ამბობდეს. არ შეიძლება ეგ, იმიტომ რომ კი გასაგებია ხო, მშვიდობა ომი არაა და უბედურება არაა, ნუ ეს გასაგებია ხო? რატო უნდა იყოს? მე ჯერ ამას ვერ ხვდები, რატო უნდა იყოს ომი? თუ ვინმე ნორმალური ადამიანი არის, ჯერ ვისთან ომის ტრაკი აქვს საქართველოს. დღევანდელ დღეს, დღევანდელ საზოგადოებას, დღევანდელ სახელმწიფოებრიობას. ვისთან აქვს ომის ტრაკი, ჯერ ეს გამეცით, მე და მე რატო უნდა ვიყო მადლობელი მე იმითი მხოლოდ რომ ომი არაა ქვეყანაში. რატო? რატო უნდა ვიყო? რატო უნდა იყოს ომი? რომელი ომი ჭირდებოდა ქვეყანას? და თუ ომი იქნება ამ ქვეყანაში, ისეთი ომები არ იქნება, როგორიც იყო. ისეთი იქნება, რომ პირველ რიგში ბიზნესს მოუწყნავენ გამომწველავ დედას. და ქოცებს მოუწყნავენ გამომწველავ დედას. ხო ჩემო ძმაო, ქოს სად მოაცილებ? ქოც ვერ მოაცილებ ამ ხელისუფლებას. იმიტომ ვერ მოაცილებ, რომ უკადრებელს იკადრებენ ფულის გამო. ჯერ ასავალ-დასავალს როგორ ახსენებენ ამათი დედაშევეცი მე? ქართული ოცნება რო და ქართული ოცნების წევრები რო ასავალ-დასავალზე იტყვიან რამეს? ამ გაზეთის წყალობით იქნენ მოსულები ხელისუფლებაში და მათი ჟურნალისტების გმირული თავდადებით. რომლებიც მაშინ ასე კი არ იყო Facebook-ები და ეს რა მოდებული ყოფილიყო მთელ ქვეყანაში. ზუსტად რო ასავალ-დასავალი იყო, რო ამხობდა თავზე ყველაფერს. და დღეს აღარ ჭირდებათ უბრალოდ ასავალ-დასავალი. დღეს არ ჭირდებათ.
დღეს ჭირდება თუ ისა რა ქვია ბიზინე მარტო და ისა ირაკლი და ვინც იმას ეტყვის ცუცუ მორჩა ამათგან იწყება ისტორია ამათი დედა შევეცი მე დედა უნდა მოგეწყნათ ქოცებო თქვენ თუ არ ამოწყდებით ამ ქვეყანაში ამ ქვეყანას არ ეშველება არაფერი და ყველა ის პროჭი რომელიც გამოდის არა მე ქოცების მხარეს კი არა ვარ მაგრამ აბანაცები მოვიდნენ ამას რო გეუბნება ჩამოყალიბებული დოდო აი ამის თქმა მინდოდა რა აი ამის თქმა მინდოდა გააქვთ ისტერიკა უარესი დისტყნის ისტერიკა გექნებათ ამასობაში ნამდვილად ასიათის ქალბატონოლია ჩემი სიტყვები არ არის ეს არის ნათქვამი იოანე ოქროპირის მშვიდობა რომელიც ღმერთს ებრძვისო დაუნდობელ ომზე მეტი უარესიაო და ამას მშვიდობა არ ქვია საქართველოში რაც ხდება ამას ქვია მოსახლეობის მუდმივი ტერორი ესე ორველი და ის არ ჭირდება ამას მაგრამ მაინც გავახსენებ რა უღმაროა ყველაფერი უღმარ ომი არ იქნებოდეს და ომი მშვიდობაა მერე და ესე შემდეგ როგორც ხდება რამდენი ხანი გაძლევთ არ ვიცი ნახდათ არ ვიცი რამდენი ხანი გაძლევთ მაგრამ ერთი ის კი ვიცი რომ თქვენი დასასრული იქნება ძალიან ცუდი მოსე ვიცი მე 2004 წლის შეტაკებები როდესაც მე 2005 წლიდან ამსახურობდი ბატალიონში მაგრამ 2004-ში იყო მე-12 ბატალიონი იყო და სხვა ბატალიონებიც იყო შეყვანილი ცხინვალის რეგიონში და ჩემი უამრავი მეგობარი მსახურობდა მაშინ და ნამდვილად მასე იყო რომ დაიღუპა ეს ოქროსავით ბიჭები იქ მაშინ გამოვიდა და თქვა იმან რა ქვია რომ მე რა მოხდა სწავლება ჩაუწერეს იქ არაფერი არ ყოფილა ვიცი საუბედუროთ ყველაფერი ვიცი მაგრამ აი ესეთია მოღალატეების ხელშია ქვეყანა სადა მე ეს კობაია კობალაძე ეგერ და სხვა ისა რა ქვია პუჩისტი ვეტერანები რო ყავთ ასე რო იციან და ესე თქვა რა მოხდაო მე მაშინ ბურჯანაძემ თქვა კაც 15 ადამიანი ყოველდღეო ავარიაში იღუპებაო და არ მოხდა ხლა მაგ თუ იქნა ჩაწერილი საპატრიარქოს შემოძმაო ჩვენ მქონდა გუშინ მაგაზე საუბარი და კიდევ ერთხელ ვამბობ დაამთავრეთ ლაპარაკი არ აყავს საქართველოს საპატრიარქო არ არის ეს დაწესებულება არ არის საპატრიარქო არ არის და გეუბნებით რატომაც არ არის დიდის ჯულის კანონის მიხედვით არც ერთი იქ მყოფი სასულიერო პირი ჯაღმაიძის თამადობით არც ერთი არ არის სასულიერო პირი აბსოლუტურად ყველა არის განკვეთილი ჯულის კანონის მიხედვით მაგათ არაფერი შეხება არ აქვს ქრისტიანობასთან და არაფერი შეხება არ აქვს საერთოდ მართლმადიდებლობის ეს არის ჩვეულებრივი ისრაელის აგენტურა უზით შორენა თეთრუაშვილი ებრაელი უზით ჯაღმაიძე და ქრისტეს სახელით ებრძვიან ქრისტიანობას მოსე რომელ ქვედანაყოფში მსახურობდა თქვენი ძმა მითხარით და მე გაგირკვევთ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა თუ გაინტერესებთ ამაში არის საქმე რომ საპატრიარქო არ არსებობს და დაანებეთ ხალხო ამ იმას თავი ჩემთვის ეს ხალხი საბოლოოდ დამთავრდა დასრულდა მაშინ როდესაც ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით მივიდნენ უთხრეს კიდე პატივისცემს იქეთ კიდე ადამიანური დამოკიდებულება გამოვხატეთ და უთხარით რომ თქვენ ხართ საპატრიარქო იყიდება დუშობლის წილხვედრი მიწა ვეღუპება ქვეყანა გამოდით თქვით რაღაცა პასუხი არ გაგვცეს ეს დღემდე გამოვიდა იაკობა და იაკობამ დაგვიწყო ჟარგონული ენით ლაპარაკი ამ ნაბოზვარმა მევახშნემ ნამხედრიონანელმა ნაჩათალახარმა არსება
არ არსებობს, ამიტომ გეუბნებთ, არ არსებობს ესეთი დაწესებულება, რასაც საპატრიარქო ქვია და რა ფუნქცია მოვალეობაზეც უნდა ასრულებდეს ის ქრისტიანული ქვეყნის და მართლმადიდებლური ერის ცხოვრებაში, რა ფუნქციაც აკისრია, არ არის ესეთი რა. ამათი საქმე არის მხოლოდ და მხოლოდ ფულის თულა. ეკლესიები გადაქცეული აქვთ ბიზნესებად, ხელისუფლებიდან იღებენ უზარმაზარ ფულს, ისრაელიდან იღებენ, ეგრე ებრაელის აგენტურიდან იღებენ უზარმაზარ ფულს, მიზანი არის გარყნა, გადაგვარება, გათახსირება საქართველოში ქართველი ერის. აი ამ როლს და ამ ფუნქციას ასრულებს საპატრიარქო. და ყველა მისი დამცველი ჩვეულებრივი ნაბოძვარია. ჩვეულებრივი ჩათლახია, რომელიც ჩათლახის ხელს აფარებს ამ სიბინძურის ბუნაკს. აღარ აყავს, დამთავრდა, მორჩა. გაიგეთ ხალხო. და საპატრიარქოს მიერ არის შექმნილი ის უამრავი სექტა და ის ბევრი უბედურება, რომელი უბედურებაც ხდება ქრისტიანობაში და ჩვენი ქვეყნის, აბა გადახედეთ ეგ ის საპატრიარქოს მიწები თუ არა პირველი პრიორიტეტში გასაღები. და ამას აკეთებს საპატრიარქო, დამთავრდა, მორჩა. შეიძლება არა, იცით, აი რაღაცნაირად კი ბატონო, მე თვითონაც მაქვს და მithქვია ისტორიაში ყველას ჩვენი მოვალეობა გვაკისრია და პასუხისმგებლობა ერის და ქვეყნის წინაშე და ადრეც მithქვია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იმაჩნია, რომ როდესაც პატრიარქმა დააჩოქა ხალხის შევარდნაძის წინაშე და ხარი დაუჭირა ისეთ რა ქვია იოსელიანს და კიტოვანს და ასე შემდეგ, არასწორი იყო ეს ქართველი ერის მიმართ. და გრაჩოვის ნათლობა, მაგრამ ადამიანს იმას ხო ვერ დაუკარგავ, რაც უთქვია, რომ არ შეიძლება ქართული მიწის გაყიდვა. ხო ამბობდა ამას პატრიარქი. ხო ამბობდა იმასაც, რომ არ შეიძლება დავითგარეჯი საქართველოა. ხო ამბობდა იმასაც, რომ ეს სექტები, ეს რელიგიური სექტები, რომელიც შეიქმნეს, დამღუპელია ქვეყნისთვის. ხო ვერ დაუკარგავ ამ ადამიანს. ხო ამბობდა, რომ ამ LGBT კანონებზე, ხო ამბობდა პატრიარქი, რომ ეს არის უკანონობის დაკანონება. თუ სად ამოიღო ამ ხალხმა ხმა, რო კითხო, რომ პატრიარქის გულიზა ვენებს რო იჭრიან. არც ერთი მისი თხოვნა, არც ერთი მისი მოწოდება, არც ერთი მისი ის არ გაითვალისწინა. და არ გაითვალისწინეს პირველად საპატრიარქოში. და პირველი ჯაღმაიძემ არ გააკეთა. კი ბატონო, ჩვენ შეიძლება ადამიანს დადებითი და უარყოფითი როლი ქონდეს საქართველოს ისტორიაში და თამაშები რაღაც დროს არა და რაღაც დროს პირიქით, მაგრამ ბიჭო, დავანებოთ თავი, ხო? არ დაწყებულა საქართველოს ილია მეორეთი და არ დამთავრდება საქართველოს ილია მეორეთი. რაც აქ დადებითი იმ ადამიანს გაკეთებული საქართველოს ისტორიაში და საქართველოს ცხოვრებაში ამ მიმართულებით ვინ რა გაიგონა? რომელმა ქოცმა რამე გაიგონა? მე შემოძბაო მისმინე აქ არ განვიხილავ ახლა კონკრეტულად მას, ვამბობ იმ რეალობას, იმ მოცემულობას, რომელი მოცემულობაც არის ამ პერიოდში. და რომელ საკითხთან დაკავშირებითაც რო კითხო ამ ხალხს, რომ პატრიარქი რო უყვართ და რომ პატრიარქის რო ჯერათ და მაგაში მაინც უნდა იყვნენ, ხო? ერთიანები. არის ვინმე? რა უნდა ვთქვა, შემოძმა, მისი განვლილი საქმეა ჩანს, ვინაა და რა არის. შიო იქნება ეს, იაკობა იქნება თუ ის იქნება, თქვენ თუ მოგწონთ, რასაც დღევანდელი სულიერი ლიდერი შიო აკეთებს. მომავალი პატრიარქად, რომელთაც ესა რა ქვია, ხო, არ ვიცი ჯიგარო, მასე იმით ახლა სამსახურო ბატალიონიანი იქნება, ნაწილის ნომერი გამიგო და მოიკითხავდი შენ შემოგევლე მაგ ამბავს. ხო და აი ამაში არის მთელი უბედურება რა. აი ამაში არის მთელი უბედურება. ნუ კარგი, გავიგეთ, ესაა ქოცი. ეს ხდება საპატრიარქოში. ეს ხალხი ვინაა?
მანეთად გაყიდული, ერთმანეთად გაყიდული კახტები, რომლებიც ყველაფერზე მზად არიან. ყველასრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფერზე. რასაც აი ამ ივანიშვილმა თლიანად ქართველი ერი გახადა, აი როგორ გითხრათ, იცით, აი ცხონებული ზვიადი ამბობდა, რომ შევარდნაძესო უნდაო ქართველი ერისო კრიმინალ ერად გადაქცევა. კი ბატონო. შევარდნაძის დროს ქართველი ერი გახდა ძარცველი, აღზევდა საქართველოში ძარცვა, კორუფცია, ყაჩაღობა, უბედურება, ბნელეთის პერიოდი. რომელიც სააკაშვილმა ბოზური მენტალიტეტი დანერგა. და ეს ქურდული მენტალიტეტი და ეს ჩაანაცვლა ბოზური მენტალიტეტით. მე მოვიდა ეს დიდი გადამრჩენი ბიძინა და ამან საერთოდ პირდაპირ კახპობა, კიკუობა საქართველოში აიყვანა ხელოვნების დარგში. ვისაც შეუძლია აპირისტობა და ტრაქში ძრომიალი, ის ცხოვრობს საქართველოში კარგად. და ყველამ უნდა ატაროს რიტუალი ღმერთმა დალოცოს ბიძინა. ომს გადაგვარჩინა. მიშა მოგვაშორ. ამის მერე ილაპარაკე რაც გინდა. ხო და იღუპება და დაღუპული თუ არა ქვეყანა? იღუპება შეიძლება ბოლო წლებს ითulis საქართველო. მე გეუბნებით ამას, იმიტომ რომ გადახედეთ, გინდა სტატისტიკურად გადახედეთ. გინდა აი ნებისმიერი მიმართულებით გადახედეთ რა. ზნეობრივ საკითხებს სტატისტიკა არ განიხილავს, მაგრამ ხო კარგად ჩანს ყველაფერი. რა იყო და რა არის დღეს? არავის არაფერი არ აინტერესებს. აინტერესებთ ერთი ვაჭრობა ადამიანებით. და ეს გადააქცია ამან ხუხაშვილმა. ბიძინა ხუხაშვილმა, ურიამ. იქ ურიების სპეცსამსახურები, იქ ურიების ბიზნესები, იქ აი ამით. ეს ვამბობდი მისი არ იყოს, ბიჭო, ეს ქვეყანა კითხვას გისვამთ ხალხო, ძალიან გაქაჩვარო იცით, აი ომი და ეს ელემენტარულ კითხვას გისვამთ. საქართველო ვინმეს გგონიათ რომ ქოცების ხელში დაიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს? პირსისხლიანი რუსეთიდან, რომელსაც 50 ქვეყანა ეომება და 1 მილიმეტრ მიწას ართმობს. როდესაც მათი მეგობარი და ძმადნაფიცი და საყვარელი ალიევი, რომელიც მთლიანად დამოკიდებული იყო საქართველოს, მათგან ვერ დაიბრუნეს ელემენტარული 2 კილომეტრ ნახევარი ქართული მიწა, რომელიც ყველა მიწის რო საქართველოსია. და შესახოცად მიშამ გადაცა. გავიგეთ რომ მიშამ გადაცა და თქვენ რატო გააფორმეთ? მიშას დროს არ იყო ის გაფორმებული. თქვენ დროს გაფორმებულია. ახლა იმის თქვენს ეს სირი ხალხი იმას მე რას გეტყვით ხალხო იცით? ჩვენ ქართველები, აი მე პირდაპირ გეტყვით რა, მაგარი ტვინარეული ხალხი ვართ. და მაგარი გონება დაბინდული ხალხი. ბიჭო, ელემენტარული არის. ლაპარაკობ რომ აი ამ უბედურების ქვეშ ვართ, იკარგება დავით გარეჯი. ხო, ფორმდება. შენთვის ძვირფასი თუ არის დავით გარეჯი, იმაზე ხო უნდა იფიქრო, რომ მიშას დროს იყო თუ ამად დროს არის თუ დაიცვა იქაობა. გამოგივარდება იმის მაგივრად, რომ ხო, დავდგეთ მთელი ერი ერთ მუჭად და მოვითხოვ. მაგი მიშამ გადაცა. ანუ მიშამ რადგანაც გადაცა, ხმა არ უნდა ამოიღო. მაგი ბიძინამ გადაცა. შენ აბა ესახარ, შენ დაგიწყებენ შენ ლანძღვა გინებას, რომელსაც შენი ქვეყნისთვის არაფერი დაგიშავებია. არავისთვის არაფერი მოგიპარია. ერთადერთი თუ სიმართლეს ამბობ, ესაა შენი დანაშაული. და წმინდა ბიძინა. რატოა წმინდა? იმიტომ რომ ფული აქვს და იყიდეს დედამოწყუნლები. ასეა. მოკლედ, ნახოთ ხვალისთვის მე შევეცდები რომ თუ არა მე მაინც ზუსტად არ ვიცი და იქიდან გამომდინარე ბატონი თითო იყოს
ჩემი ვიდეო ლაივის სტუმარი და მოვახერხოთ ამ საკითხთან დაკავშირებით ვრცლად საუბარი. მობილიზდით ქოცებო თქვენი გამომწვევი დედაშევეცი ერთად მოიყარით ხვალ თავი, დაჯექით, YouTube-ის არხზე მექნება ტრანსლაცია და უყურეთ. ჯანყარაშვილო, შენი გამომწვევი დედაშევეცი, იქაც ახარ Telegram-ის ჯგუფშიც ახარ, აქაც გამოწერილი გყავს, იქაც YouTube-ზეც ხარ და დააჯექი შენი დედამოტყუნი მრევლით და მიყურეთ აგერდა. სანამდე ერმილენემსაძეს ქოცებმა რამე არ უხდათ, მანამდე იწექით სიმწრის ლოგინზე. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ლატენტური თუ არალატენტური ქოცი ერთად შეიკრიბე და გამოექანე და დამახტით. თქვენი დედას შევეცის უყველასას. ხო, განურჩევლად სქესისა, ასაკისა და კანის ფერისა თუ რა ვიცი, რისი ფერისა. და ბოზური მენტალიტეტის ხალხი ხართ. ღვაწლმოსილ ადამიანებს, არა ეს რო არ მოხდება. აბთ უნდა ლაპარაკი მაგას ხო? რაზე უნდა დაიჭირო ადამიანმა? გინდა ვაჟა ოთარაშვილი, გინდა თემურ გიორხელიძე და გინდა გია და გინდა ესა რა ქვია, დავითი ხო? ეს ხო ყველამ კარგად იცის, მაგრამ ამათ ხო აქვთ ბოზური მენტალიტეტი, რომ დაიჭირონ, გააუბედურონ, დაღუპონ. რის გამო? ამათ გუშინ სავალდასავალის ფასი არავინ არ ყავდათ. დედა ეს სავალდასავალი მე ყოფილა. თქვენ ვინ ყოფილ ხართ? თქვენი გამომწვევი დედაშევეცი 14 წელიწადია ვნახეთ. და ჩვენ ვინც ვიყავით ის ვართ. ჩვენთვის ნაცი და ქოცი არ არსებობს, არსებობს სამშობლო და არსებობს ქვეყანა. რა როგორაა შენ შემოგევლე? არ ვიცი ვახტანგ რაზე მეუბნები? რა როგორაა? მე არ ვიცი რაზე მეუბნები, ეს ასე არის. გიტყვადებს, მაგრამ ეს ასე არის. რა როგორ არის? შენ შემოგევლე მითხარი და თუ მასი არის დაგეთანხმები თუ არა და გეტყვი რომ მასი არა. ჯო რა არ გაყიდეს? კაცო, კინოთეატრი რუსთაველი გაყიდეს მარტო? პირველი საბადო ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაში ოქროს პირველი საბადო. არ იყო ისა, რა ქვია, საყდრისის ისა, ოქრო? ოქროს საბადო? ვინმე ხო არ ეუბნებოდა რომ ის ოქრო არ მოიპოვო, არ დაანგრიო, უბრალოდ რომ ის დარჩეს ისტორიას. კინო რუსთაველი ვის რა შეაინტერესებს ჩემო ძმო? ვის რა შეაინტერესებს გინდათ ის უნივერსიტეტები? საერთოდ ქვეყანა არის ჩარჩი ვაჭრების, ქორ ვაჭრების და ჩარჩი ვაჭრების ხელში. ეს არის. გაიხარე ძმო. ძმო, მთელი საქართველო აქვს ხალხო გაყიდული და მთელი საქართველო სადაც გიხართ მიწაზე ფეხს სადაც ადგამთ ისიც გაყიდულია. უკვე ელექტრონული ვაჭრობით წავიდა საქართველოს მიწების გაყიდვა უცხოელებზე. რა გიკვირს პარლამენტის შენობა გაყიდა? მაგალე მინახია დამწვარი და ერთად დამარხული მიმაში იმ პარლამენტის შენობაში, კაცო. ცოდვის ბუნაგში. გაყიდიან, აბა რასიზმი. აშენებენ სადღაც იქ. ალბათ სადღაც ერთ პატარა ბუნაგს და იქ შესახლებიან, რომ იქ მიტინგებმა არ შეაწუხოთ და იქნებიან იქ გემრიელად რა მოხდა მე. ბატონო გააქვთ, სვანეთიდანაც გააქვთ ოქრო და იქედანაც გააქვთ. ახლა სვანეთში არ მისცეს უფლებად ლათისე როგორც იქ იყო, მაგრამ გააქვთ. მეც მაგ აზრზე ვარ. ქართველ ერში არის დაგროვილი უამრავი დამპალი სისხლი. და სამწუხაროდ ეს დამპალი სისხლი როგორც ნაგავი ტივტივებს წყალზე, ტივტივებს ყოველთვის ზევით. და თუ ეს დამპალი სისხლი არ იქნება გამოდენილი ქართველიერიდან, არასდროს, მე ახლა მარტო ამ მონაკვეთში კი არ გეტყვით, საერთოდ არასდროს არაფერი არ იშველება ქვეყანას. ასე იყო. 1921 წელს დამპალი სისხლი მოვიდა სათავეში, 1991 წელს მოვიკითხავ ძმო, მოვიკითხავ.
91-92 წლებში ცოტა ხანი 6 თვე მიეცა ქართველ ერს იმის საშუალება რომ ქართველი პრეზიდენტი ყოლოდა და ქართული ხელმძღვანელობა ყოლოდა დაამხეს მის მერე სულ ეს დამპალისი სისხლი მოვიდა და აზის ამ ქვეყანას და ჯერ იქ საქართველოს დაღუპვა განადგურება 1918-21 წლიდან რაც გააკეთა ჟორდანიას ნაბოზვარო მთავრობამ და როგორ დააქიაქა ქართული მიწები მე ამათმა როგორ დააქიაქეს ქართული მიწები და როგორ გაანადგურეს ერი აი ესე გრძელდება დღესაც ბოსე ჩემოძმაო მომწერე სახელი გვარი ძამი გვარი გასაგებია პირადში მომწერე სახელი გვარი ძამი გოს და ვეცდები მოვიკითხო ყველა და ყველაფერი იქეთკენ და რაც ჩემს ხელში იქნება ინფორმაცია გაგაგები ესა და ჩვენ ვიძახოთ ასე რა გინდა იტყვი რამეს და ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა ე ბატონ ვისაც არ გიქნებათ ამ დამპალ ამ აყროლებულ ქოცებთან შეურიგებელი დამოკიდებულება დამიჯერეთ ეს ისეთი გარყვნილი და აყროლებული სიტუაცია არის ეს გაანადგურებს თქვენი შვილების მომავალს შვილის მომავალი მაინც ხო უნდა გაინტერესებდეს რაც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ იკადრა ქართველი ერის მიმართ ფერმის ღორი არ იკადრებდა იმას ამ ურიამ ყველაფერი გაანადგურა საქართველოში და პირველ რიგში ქართული აზროვნება და ქართველი კაცის ცხოვრების წესი გაგიმარჯოთ ღმერთო ხო რა თქმა უნდა ძმა 70000-იანი ჯარი არ აქვს რამდენსაც ასახლებენ და რა პრობლემა მე შენ შემოგევლე მაგარ ხეინობამ დაღუპა საქართველო მაგარ არხეინობა ღუპავს ქართველებს დღესაც და დაღუპავს მომავალში ასე რომ იციან თქმა ჩემი შვილების თაობა გამოასწორებს რას უტოვებს მისი შვილების თაობას დაკარგულ ტერიტორიებს გაფარჩაკებულ ქვეყანას განადგურებულ განათლებას მოსპობილ ეროვნულ ცნობიერებას ყველაფერს თავიდან ბოლომდე ასე იმას რა ქვია არაბის და ინდუსის მონად და ხო მისი შვილი გააკეთებს ყველაფერს არა მიშას მოუხლის ყალოთ ხოლა ნურავინ შემოვა და ნურავინ ენას ნუ შემომიტრიალებს რომ საპატრიარქოზე ამას როგორ ამბობ იმაზე როგორ ამბობ აბა როგორ უნდა ვილაპარაკო აბა მოღალატეზე როგორ უნდა ვილაპარაკო როგორ ვილაპარაკო ვლოცო ღმერთმა დაგლოცოს უძახო წმინდა სინოდი უძახო აი ეგ არის კარგად ბრძანდებოდეთ დაგემშვიდობებით და აი ამ ისტერიკა ატეხილებს მინდა გითხრათ რომ ძალიან მომწონს თქვენი ისტერიკა ძალიან მომწონს კობახიძეო ისო რა ქვია კობახიძეო ამასო არ იკადრებდაო აი შეხედეთ რას ამბობს აი კობახიძემო ფული არც აიღო ისეო გადაუფორმაო ეს როგორ უნდა დაიჯეროსო კაცმა ხო კობახიძე ის ქართველია კობახიძე ის ქართველი არის რომელმა ქართველმაცაც 10000-ობით ჰექტარი მიწა გაყიდა იმაზე და 2 კილომეტრი ნახევარი მიწას არის მასიზამთ ჩემო გურამ ძმაო მარტო საუბარი არაფერს რო არ შველის კარგად ვიცი მეც და საუბრის გამო არა ვარ მე აქ საქმის გამო ვარ მე აქ იძულებული გავხდი და ვისაც უნდა საქმის გაკეთება ძმო აქ მე კინომასწავლის ჭკუას აგერ არიან ქართველები ვინც არიან გაერთიანებული და მობრძანდით დიდ ქართულ გაერთიანებაში და ავაკეთოთ ერთად რაღაცა და ავაკეთოთ საქმე ცალ-ცალკე ვერ გააკეთებს ამ საქმეს შენ შემოგევლე და მიბრძანდით ეგ რა ქვია რუსთაველის 18-ში არის ჩვენი ოფისი და მოიყარეთ თავი რა თქმა უნდა საპატრიარქო მიცა კურთხევა აბა დედა თამარი რას ბრძანებდა
ამის წინ როდესაც მქონდა ინტერვიუ ეს არ მოხდება თუ მოხდება ამაში იქნება ლომისწრილი საპატრიარქოსი შესული ეგრეა კობახიძე ხალხო ამას როგორ იკადრებდა ეს როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა ასეთი რა ქართველთა დიდი გაერთიანება შენ შემოგევლე შეგიძლია ნახო Facebook-ის გვერდზეც და რუსთაველის 18 არის და შეგიძლიათ მებრძანდეთ ახლა ხვალ დავითობა დღე არის და არ იქნებიან ხვალ დავითობა დღეს ქუთაისში მიდიან მასე რა ქვია გელათში დავითობის აღსანიშნავად და იქ ადგილზე იქნებათ შეხვედრები და დანარჩენი ძირითადად იქ არიან და იქ ვიკრიბებით და არა ვართ ჩვენი ადამიანები ვისაც პარტია და პოლიტიკური ცხოვრება გაინტერესებს აუცი მოიყაროთ თავი ვინც ავართ ამაზრზე და მე ვილაპარაკოთ ახლა თუ არ ვიკრიბებით ეს ხალხი და ესენი რო გჯობიან ფულზე გაყიდულები იმიტომ რომ ფული აქვს ბლომათა გათახსირებული ყოველთვის მეტი აქვს ქვეყანაში ვიდრე ნორმალური და პატრიოტი მაგას არ თუნდა ლაპარაკი მაგრამ თუ არაფერს ვიმოქმედებთ უფრო მეტი უარესი და უარესი იქნება კარგად ბრძანდებოდეთ